Როგორ მიმდინარეობს საპენსიო რეფორმა, საპენსიო სააგენტომ ერთწლიანი საქმიანობის შედეგები წარმოადგინა ბოლო 1 წლის მთავარ მიღწევად წლიური მოგების ზრდა სახელდება. 2019 წლიდან დაწყებული რეფორმის შედეგად მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტში, ძირითადად ბანკებშია დაბანდებული. შექმნილია 3 სხვადასხვა საინვესტიციო პორტფელი. ყველაზე დიდი მოთხოვნა კონსერვატიულ, ანუ დაბალ რისკიან პორტფელზეა. მოქალაქეებს წლების განმავლობაში დაგროვილი დანაზოგებით სარგებლობის უფლება საპენსიო ასაკს მიღწევის შემდეგ შეეძლებათ. მილიარდ 400 მილიონი ლარის წმინდა მოგება და 17,000 ადამიანზე გაცემული 70 მილიონი ლარის ოდენობის პენსია. საპენსიო სააგენტო 2024 წლის საინვესტიციო შედეგებს აჯამებს. ორგანიზაციამ წლიური საინვესტიციო ანგარიში წარადგინა. ამავე ღონისძიებაზე ფართო საზოგადოების წინაშე პირველად წარდგნენ საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს ახლად დანიშნული წევრები, რომლებმაც პანელურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. 2019 წლიდან დანერგილი დაგროვებითი საპენსიო რეფორმა შედგა ძალიან წარმატებულად. საკმაოდ დიდი ნდობა მოიპოვა მონაწილეების მხრიდან, ამაზე მეტყველებს ის აკუმულირებული 6 მილიარდ ლარზე მეტი რესურსი, საიდანაც დაახლოებით 1,5 მილიარდი არის საინვესტიციო საქმიანობის შედეგად გამომუშავებული წმინდა ამონაგები. საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ნაჭყებიამ საინვესტიციო საქმიანობის შედეგებისა და პროცესების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარადგინა. მან მიმოიხილა გასული წლის საინვესტიციო საქმიანობა, საინვესტიციო პორტფელების სტრუქტურა და მომგებიანობა, როგორც 2024 წლისთვის, ისე ჯამურად. პრეზენტაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საინვესტიციო პორტფელებს შორის განსხვავებებს და მათ შესაფერისობას სხვადასხვა რისკის პროფილის მონაწილეებისთვის. აღინიშნა დინამიკური საინვესტიციო პორტფელის მაღალი მომგებიანობა, როგორც 2024 წელს, ისე მისი გაშვებიდან დღემდე. კანონის შესაბამისად, კონსერვატიული პორტფელი გახდა ეგრეთ წოდებული default, ანუ მთავარი პორტფელი ყველა მონაწილისთვის და შესაბამისად აქტივების 99% არის ინვესტირებული კონსერვატიულ პორტფელში. რაც შეეხება ორ დანარჩენ პორტფელს, აქ მონაწილეებს აქვთ თავიანთი სურვილის მიხედვით შეუძლიათ გადავიდნენ დინამიკურ პორტფელში. ამ მიმართულებით ხედავთ გარკვეულ დადებით დინამიკას. დაახლოებით 6,5 მილიონი ლარის გადატანა მოხდა მხოლოდ 2024 წელს. ფინანსურად სწორად და კარგად სტრუქტურირებული პროექტი, დივერსიფიცირებული პორტფელი, დაცვა მოქმედი კანონმდებლობისა და სების რეგულაციებისა წარმოადგენს საპენსიო ფონდისთვის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების წინაპირობას. პირველი ამოცანა, რასაც ჩვენ ახლა ვიხილავთ, არის საპენსიო ფონდის დებულების პროექტზე მუშაობა, რომელიც 1 მაისამდე უნდა დამტკიცდეს. ღონისძიების ფარგლებში პანელური დისკუსიები გაიმართა, რომელშიც მოწვეულ სტუმრებთან ერთად მონაწილეობდნენ მმართველობითი საბჭოს წევრები. პირველი პანელი მიეძღვნა საპენსიო რეფორმის როლს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. ეკონომისტების შეფასებით, სააგენტო სწორი მოდელით მუშაობს და ამას რიცხვებიც ადასტურებს. საპენსიო რეფორმა არის უმთავრესი რეფორმა, რაც ბოლო წლების განმავლობაში საერთოდ საქართველოში ყოფილა და საზოგადოების დიდ მასშტაბში ეხებია. რეალურად, როდესაც ეხება 1,400,000-მდე დაახლოებით დასაქმებულ პირს და მათ დანაზოგებს, ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფორმა. საპენსიო ფონდი ერთ-ერთი წარმატებული უწყებაა საქართველოში და ის მაჩვენებლები, რომლებიც მათ დღეს წარმოადგენს, ხას უსვამს იმას, რომ მათ მიერ როგორც მიღებული ამონაგები თავიანთ ინვესტიციებზე, ასევე ჯამურად მოზიდული თანხა და უკვე გაცემული საპენსიო სახსრებიც საკმაოდ შთამბეჭდავია და წარმატებული არის მთლიანობაში მათი საქმიანობა. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რომ მათი სახსრები უსაფრთხოდ არის განთავსებული. ახლად დანიშნული მმართველობითი საბჭო საქმიანობას უკვე შეუდგა განახლებული პოლიტიკა პროცედურების შემუშავებაზე, ხოლო 1 მაისიდან არსებულ საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოს განახლებული მმართველობითი საბჭო ოფიციალურად ჩაანაცვლებს. აღსანიშნავია, რომ 1 მაისიდან ასევე იცვლება საპენსიო სააგენტოს სახელი და ორგანიზაცია საქართველოს საპენსიო ფონდის სახელით გააგრძელებს საქმიანობას.